Amin. Manu da dano. Tu ესეთი ამბავი აწდებოდა წინა კვირას წარმოთქმულ ქადაგებაზე, აბა რას წარმოვიდგენთ. დიდი ამბავი იყო, დიდი გამოხმაურება იყო და დიდი განსხვავება იყო ჩემს მიმართ. უმეტესად ესე იგი ხალხს უხაროდა, მორწმუნეებს უხაროდა. ამის შესახებ საერთოდ არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ მაინც აკვით უნდა თქვა ერთი რამ. ესე იგი გაგვაკრიტიკეს ესეთმა საიტებმა, რომლებსაც ქვია ვიყვარს სატანა. ესეთი რამ საქართველოში თუ იყვარს წარმოვედგინე. არ ვიყვარსო პატრიარქი, ესე იგი ესეთი მეორე ესეთი საიტი შავ რაზმელები საპატრიარქოდან და ესეთი საიტები გაცოცხლებული გადაგა საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი ხა მე არ ვარ არ შევდივარ აქ და არ ვიცი ეს მითხრეს და ესეთი და ერთი იყო კიდევ ესე იგი რელიგიური ფანატიზმი ესე ფანატიკოსადაც ჩამფარის იქ საინტერესოა რომ ეს რელიგიური ფანატიზმი ეთყობა ძველ უხმთოთა კავშირი რო იყო იმათი ალბათ სულიერი შთამომავლები არიან კომუნისტების. ნუ ასეთმა საიტებმა და არც გინდა ამაზე ყურადღების გამახვილება, კარგი იყო რომ ძალიან ბევრი ხალხი შემოვიდა და ძალიან გაიხარეს, ეს იყო ჩვენი მიზანიც. ნუ დაახლოებით იქ ორ დღეში 3000-მდე ნახვა იყო და დაახლოებით 2500 მეტყობა მორწმუნეები იყვნენ და პირიქით გაუხარდათ და დაგლოცეს, ნუ დანარჩენი ეს ამ საიტებმა გავაკრიტიკეს. ეხლა რაშია საქმე? მე ფრიად გავიხარე, იმიტომ რომ როცა ესეთი საიტი მიყვარს სატანა გაგაკრიტიკებს, ეს სასიხარულოა, იმიტომ რომ თუ გვაქეს ერთმა დაგვიპარა. ასე რომ ყველაფერი კარგად მიმდინარეობს კლასიკურად. მე უბრალოდ ერთი რამ მინდა იქ ზოგიერთმა ესე აღიქვეს და თქვეს რომ აიო ნახეთო რა სისულელებს ლაპარაკობსო ეს მამაო რუსთაველმო ვითომ იწინასწარ მეტყველაო თბილისის ეს ტრაგედიაო და ნუ ეთყობა ამასაც გულისხმობენ რომ ვითომ რუსთაველმა იწინასწარ მეტყველა ამ ტაძრის ესე ამბობსო მამაო ამ ტაძრის აღშენება. საქმე იმაშია რომ მიყვარს სატანაო თუ ესეთი საიტი არსებობს, რა თქმა უნდა, მათ იუმორი არ ექნებათ და გასაგებია იუმორის გარეშე მძიმედ გამოიტანეს ესეთი დასკვნა. მე ზუსტად ამის შესახებ მინდა გითხრათ, რომ არანაირი წინასწარმეტყველება მე არ მითქვია, რომ არსებობს ამ ტაძრის მშენებლობის ვეფხისტყაოსანში და არანაირი წინასწარმეტყველება არ არსებობს ვეფხისტყაოსანში თბილისის ტრაგედიას. ეს მე რა თქვი, ყველამ კარგად გაიგო მრევლმა. უბრალოდ ჩნდის მარგალიტი, ტაძარს სიმბოლურად მარგალიტს უწოდებენ. ჩნდის გამოჩნდა. ჩნდის მარგალიტი, ოდენი, ესე იგი, ისეთი, აი ასეთი ოდენობის ბურთისა, გვალიო, საბურთალოსაო და ეხლა ესეთი რამე რო ეწერება გამიხარდა და ავდექი და მოგაწოდეთ თქვენ და თქვენც გაიხარეთ. გარდა ამისა, იქაც რუსთაველი ვეფხისტყაოსანში წერია რომ აი ეს აღწერა მართლაც რაც მოხდა ეს წყალდიდობა ყველაფერი აღწერილია და რუსთაველი ამბობს ახ განა ეს წინასწარმეტყველება უბრალოდ ამბობს აი ჭირიო ავთანდილისო ფრიდონისო ტარიელისო ასეთიაო და აღწერს იმას რაც თბილისში მოხდა უბრალოდ და მერე წერს ხოლო აცრო დაიწყებაო ბედნიერებაო და აც ნიამბოთო და ქაჯეთის ხო გითხარით ამის შემდეგ ქაჯეთის ციხის აღება იქნება სატანისტების მოკლედ ასე რომ ეს ნახევრად ხუმრობა ეს იუმორი მაგრამ თან დამთხევა ეს რუსთაველის აიღეს და პირდაპირ მოაწერეს რასისულებს ლაპარაკობდა თუ რა თქმა უნდა ჩვენ ეს როგორც გითხარით ყველამ კარგად გაიგეთ მე მრევლსაც გადაწვდნენ აგიჟებსო მრევლსო
მათ რო იცოდნენ აქ როგორი მრევლი დგას ნახევარი ძმანო და დანო მე სახეებს უყურებ არის ნუნუ კილტავას მოწაფეები აი აქ ასწავლიდა ეს იყო რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი მაგრამ კიდევ ვიმეორებ ვინც ნუნუს იცნობდა ეს იყო მსოფლიო დონის პედაგოგი ძმანო და დანო და მისი აღზრდილები თუ მოემზადებოდა მასთან ხო სასწაული ხალხ სკოლაშიც კი და ნუნუ კილტავა ისეთი იყო რომ სკოლის პროგრამას რო გაივლიდა მოწაფე ის იყო მომზადებული ხო და რუსთაველიც კარგად იციან ყველაფერი და ვერაფერს ვერ მოთხოვდება ნუ არღის ამაზე ლაპარაკი ხა სატანისტებთან და ასეთ ხალხთან და უხმთოებთან და ნიჰილისტებთან გულით და სულით უსურვოთ რომ მოქცეულიყვნენ თორე მაგათთან პოლემიკაში არ შევა ძმანო და დანო ეს მაინც თქვი არის რაც შეეხება იმიტომ რომ ერთმა თქვა მართლა წინასწარმეტყველაო რუსთაველმა რაც ეს არ არის წინასწარმეტყველი უბრალოდ ეს ლამაზად დაერხვა და გამოდის და თქვი თან ესეც მინდა ვთქვა ბარეგამ როდესაც რატო აქცევ ყურადღებას რუსთაველს როდესაც დაიწყეს ძმანო და დანო ანტიქრისტიანულმა ძალებმა რამოდენიმე წლის უკან რომ უნდა დამოეღო შუშანიკის წამება რუსთავ ვეფხისტყაოსანი დესა მე მივხვდი რომ რაღაც დიდ ძალებთან იყო საქმე რომლებსაც უნდათ ყოველივე ქართული გაინადგურებინათ და აღმოეფხვრათ ძმანო და დანო ასე რომ ეხლაც რატომ მოხდა ესეთი აჟიოტაჟი იმიტომ რომ გაიგეს ქართული სიტყვა გაიგეს თქვი რომ რუსთაველი ახმატებულია და ეს არის სოფლიოს პირველი უმწვერვალესი პოეტი გაიგეს ქართული მოისმინეს ეროვნული და იმ წამსვე დაიწყეს ყიყინი ძმანო და დანო აი ესეთი დავალება თქვა თორე დავალება რო არ ქონდეთ როგორ შეიძლება ქართველმა კაცმა ეს სახელი დაერქვა რასაც შეიძლება ეგეთ საიტი რო არსებობდეს ძმანო და დანო შეიძლება მოდით დავალებოთ მათ თავი და მე ზუსტად ვეფხისტყაოსანზე ვამახვილებ კიდე ყურადღებას იმიტომ რომ ბავშვები ზიან ხედავენ კომპიუტერზე და ამხელა მასალაა ძმანო და დანო ამხელა სამყაროა ვეფხისტყაოსანი და იქნებ გადმოერთოს ვინმე და მაგვება ღმერთს მე მითხრეს რომ მთელი საბურთალო კითხულობსო ვეფხისტყაოსანს რა ჯობია ამას ძმანო და დანო მე დღეს თქვენ იცით ჩემი ზაფხულის ქადაგებები ცოტა სხვანაირია იმიტომ რომ გავდივარ შვებულებაში თუმც ყოველ კვირას ვარ აქ ავდივარ თიანეთში და ძმანო და დანო მაინც ეთყობა კვალი ჩემს საზაფხულო ქადაგებებს ძმანო და დანო ეხლაც აი ამ ეს კვალი არ ჩაივლის ესე იგი ჩავედი თიანეთში და მოკლედ მე გურული კაცი ვარ მაგრამ ვერ ჩავარ ხოლმე თიანეთში ხვდები ფშაველი ძმანო და დანო ამდვილი ფშაველი რაღაცა ესე მემართება და ქავლიე ცოტა ცხელოდა ერთი ორი ჭიქა ხევსურული ფშაული ლუდი მერე ვაჟაფშაველას საწოლი გვაქვს ჩვენ სახში ამის შესახებ მითქვია ჩემი მეუღლის დიდი ბებია ვაჟა იყო ნათლია მოდიოდა იმ ოჯახში იქ ძველად სახლი იდგა და ვაჟა ცხოვრობდა და ეხლა ძველი ნივთი აღარაფერი აღარ არის მაგრამ ჩემმა სიმამმა დაიტოვა ეს ნივთი არაჩვეულებრივი თუმცა ძველი საწოლია მაგრამ ვაჟაფშაველას საწოლი და როგორც რელიკვია ისე გვაქვს დავწექი იქ და მოკლედ ჩამეძინა გავახილე თვალები და ვარსკვლავები მოჭედი ძმანო და დანო და რა დამემართა ხოჩი თან ერთი ორი ჭიქა რო გეშუნება დალეული ვფიქრობ რომ ეს ვარსკვლავები როგორ არის წაში გაჭერები ეს ხო უდიდესი სასწაულია ძმანო და ადამიანი არ აქცევს ყურადღებას ჩვენ მიჩვეული ვართ ამას ყველაფერს მაგრამ აბა წარმოიდგინეთ წონა დედამიწის თვარის იუპიტერის ვარსკვლავების წონა წარმოიდგინეთ და ეს არის ყველაფერი გაჩერებული ამ სივრცეში და არა მარტო გაჩერებული ისე ჰარმონიულად ზედა დედამიწა ზის გარშემო ტრიალებს დედამიწა ძმანო და დანო ისე სასწაულად რომ გამოთვლილია ოდნავ რომ ზედაშორებული ყოფილიყო დედამიწა და ესე იგი საყინულე იქნებოდა ოდნავ რომ მოახლოებული ყოფილიყო დაიწებოდა ყველაფერი ვინ გააჩერა ამ მარძილზე ძმანო და დანო ან როგორ არის ეს ვარსკვლავები და მოკლედ ისეთი რამ დამემართა რომ კინაღამ გავგიჟდი თან ესეთი რამ დამემართა კაცო შარშან ხო ვიყავი თიანეთში მახსოვს ესად როგორ გავიდე ესეთი ერთი წელი ვფიქრობდი რომ ერთი წელი არც გასულა
და ისევ შარშანდელში ვარ აქ ზაფხულში კინაღამ გავიშდი და წამოვხდი და ავიღე ნეტარ ვეძებდი ნეტარ ავგუსტინეს წიგს აღსარებას და მე აღმოჩნდა მე დამავიწყდა კალენდარი წამეხო რომ დღეს ნეტარი ავგუსტინეს ხსენებაა ძმანდა და წამოვხდი ვეძებდი და ვერ მიპოვე ეს წიგნი დამჩა ვეძებდი რომ წამეკითხა ნეტარი ავგუსტინე მოკლედ როგორღაც ავდექი აღარ მეძინებოდა რა გამეკეთებინა აღარ ვიცოდი ისევ ერთი ჭიქალუდი დავლიებ შავხევსურული და ტკბილად ჩამეძინა და გამეხვიცა რიჟრაჟზე გამეხვიცა და რა ხდება იწყება მანოდა დანო ჭიქჭიკი ჩიტების ათასობით შაში ათასობით იადო ათასობით ბულბული ათასობით ტოროლა ათასობით მერცხალი და სხვები ვეღარ შევიცანი აი ესენი ათასობით რო აჭიქჭიქდნენ რა გალობა იყო ძმანო და დანო და მე მინდოდა ბგერების დაჭერა პირველად მივაქცე ყურადღება ამ საკითხს რომ აი შაშვი რო გალობს ახლა ყველგან კარგად იცი აი შაშვი როგორც გალობს თუ გაგიმეორებიათ ის თუ ვერაფრით ვერ გაიმეორებ ვერც ბულბულს ბგერების სხვა რაღაცას გამოცემ აი ჩვენ ხო გვაქვს აბუბუდუ ეს ხო ბგერებია ჩვენი ხმოვნები თანხმოვნები ის რაღაც სხვა ბგერებია თუ რა უწოდოთ სხვა რამეა სხვა სამხარო ვერავინ აი ქათმის თეატრია ზაღლის ყეფას ძროხის ღმუილს ამას ადამიანი გადმოცემ ძალიან ჩვენ მაგრამ ამ გალობელი ჩიტების ბგერებს ვერაფრით ვერ გადმოცემ ძმანო და გამახსენდა არ გეგონოთ ეხა ძალიან ბევრი თქვენ მქონდა დალეული გამახსენდა ბიდლები რომლებმაც თქვეს მე მგონი იმან თქვა რა ეს და მე თქვია რომ მოკლეს ჯონ ლენონმა რომ ჩვენო ქრისტესზე მეტი გავაკეთეთო ნუ ესენი წინვალე ხალხი იყო მუსიკაში მაგრამ რელიგიაში არაფერი არ ესმოდა და ქრისტე მოვიდა იმისთვის განკაცდა ღმერთი რომ ადამიანი ეცხოვნებინა და ამ სულიერი წარწმედისაგან გამოეხსნა ცოდვებისაგან და არა იმიტომ რომ როგორც კომპოზიტორი მას რომ ეს მოვალეობა ამით რომ მოსულიყო ისეთ დაწერდა ქრისტეს და სამოთხეში ისეთი გალობა რომ ბიტლები რო ჩართო ყველა ყურებში გაიბჭოს თითებს რომ არ მოусმინოს ბიტლებს ისეთი გალობა მაგრამ ქრისტე სხვა რამისთვის მოვიდა ხოლო ზნეობისთვის ბიტლებს არაფერი არ გაუკეთებიათ მანო და დანო იქ სამოთხეში კი ისეთი გალობაა ქრისტეს მიერ დადგენილი რომ იმას რა ბიტლები აჯობებს უგონებ რომ სამწუხაროდ ვერ მოისმენენ ამ გალობას ისინი სამწუხაროდ მაგრამ მე ესე მგონია მაგრამ ნუ მათი ეს შეცდომა იყო და ფიქრობდა მოკლედ ტკბები ამ გალობი და კიდევ რა არის თუ დააკვირდები და აუცილებლად ეხლა ჩვენ იმდენი დღეები გვაქვს დილით ადეკით რიჟრაჟზე და მოისმინეთ ეს კონცერტი ძმანო და დანო ჩიტებს აუცილებლად ბაბუები ბებიები გააღვიძეთ მოისმინეთ ეს არის არა მარტო ტკბობა ეს არის ძმანო და დანო ეს არის ფსიქოთერაპია უდიდესი და აი ძმანო და დანო ეს იადონი და ესენი გალობს არაჩვეულებრივად და 1 2 3 ჩიტი აი ორკესტრში რა ხო იცი ძირითადად წამყვანები ხო ვიოლინოა და ესეთი ინსტრუმენტები და ზოგჯერ ერთი რო გამოვა და ბუღ ერთხელ რომ მიარხავს ეს და დაჭდება ან მეორე რაღაცას ესე გააკნებს მესა აი ესე უერთდებოდა 1 2 3 ჩიტი რო არ ქონდათ ხმა ეთქვა უსმენდნენ და მე უცებ ჩაერდებოდნენ მე გაჩერდებოდნენ და საინტერესო რომ ყავები არ ყავიან ამ დროს ესე როგორ მოაწყვეტა და დაავდები ძმანო და დანო და ბოლოს მოხდა საოცრება ისეთი რამ იყო მოკლედ გამოვაცხადე ორშაბათი თუ სამშაბათი ჩავედი სამშაბათი დასვენების დღეს ვიფიქრეთ დღეს გადაგებას აღარ მოვამზადებ და დავისწი ისევ ხევსურული პივა და ლუდი და დავდი ერთი ჩიქა და დავჯექი და ამ დროს მოფრინდა ყოდა იმ დღეს და დადგა სატანისტები სუგაგიჟდებიან ეხლა ისე და აკაკუნებს ხეზე ყოდა აკაკუნებს ხეზე შემოხედა მე და გაფრინდა და მე ხო გითხარით რომ ვიცი ჩიტების ენამეთი გავიგე ყოდალა მიაკაკუნა და ყოდალას კაკუნი გითხარით ასოცირდება იმასთან რომ მე დავწერო ქადაგება კალმი ისა საწერ კალამი და ამ დროს გაფრინდა და გულში აი ყოდალა მითხრა გეყოფა ნუდისმა და დაიწყე ხა ქადაგების წერა და გაფრინდა
მაგრამ ნუ იმ დღეს ბევრი არაფერი გამომივიდა, რაღაცა მიუხაზე ძმანო და დანო. აი ესე დაიწყო ჩემი არდადეგები და მე მინდოდა ეს ყველაფერი მეთქვა და დღეს ძმანო და დანო მე მინდა ერთ მეტად თავარ თემას შევეხო. ერთ მეტად თავარ თემას. ეს არის ძმანო და დანო. აი რა საკითხია. თქვენ იცით რამოდენიმე თავარ თემას თუ მოახერხეს ტიხაროსნობის შესახებ უკვე 5 თვეა მეუბნებით და ამბობ რომ აი ვიტყვი და იქნებ მოახერხო თუ არა და მომავალ კვირას. ძმანო და დანო შეიქმნა რადიკალური ისლამური რესპუბლიკა თუ რაღაცა ასეთი ამდაგვარი. ხო, ეხლა ბევრს ეშინია, აგერ კავკასიაშიც რაღაც ფილიალი გახსნეს. მე მეკითხები ან საშიშია თუ არა ეს სახელმწიფო შეიარაღებული ტერორისტული, როგორც ამბობენ, საქმე იმაშია რომ რამეში არ შევსდეთ ეხლა ისე არიან ჩადარაჯებულები რაღაცა მოკლედ მე მოკლედ ვიტყვი ძმანო და დანო კი მინდოდა უფრო დაწვრილებით მაგრამ მე გეტყვით აბსოლუტურად არანაირი საშუალება არ არის და საერთოდ არ მეშინია მე ამ სახელმწიფოს საშიში სხვა არის აბდეხანს რო ვამბობთ საშიში რესპუბლიკის და ჩვენი ქვეყნისთვის ის არის რომ 500,000 მილიონი კალი არის გაუთხოვა რა მუსულმანები ისინი არ შემოვლენა იმა დავალება და იცით თქვენ კარგად რაც არის და ვინც არის და ვინ ჩემთ რომ შემოვიდა ამას ეს არ არის საშუალო აი ეს არის საშუალო და რა ეშინია ვერ რა ვის ეშინია რომელ კაპელებს ეშინია ამაზე არ ვფიქრობთ აი რა დღეშია აი რა არის საშუალო 500,000 ესე იგი ბიჭი უფრო მეტი კაცი რომელსაც არ ყავს ცოლი და 500,000 ძმანო და დანო და კიდე რაღაც საშუალებაზე ვლაპარაკობ ერი წარწმენდილია ერი დაკარგულია ერი მორჩა დამთავრდა ყველაფერი 1000 განგაშის ზარები ეხლა ვიღაცებმა ატეხეს პატრიარქი ყოველთვის ამბობდა გამრავლებას დააწვენია ქართველო კალო შაკირამ თქვა 7 ბავშვი უნდა გავაჩინო შაკირა ისეთი შაკირაც კი ჯობია ქართველ კალს სიგნებს შეხედეთ ძმანო და დანო სიგნების ეშინია ყველა პატარა ქართველს და დიდებსაც მე მომისმენია ეს დედა ციგანი და დედებსაც და კაცებსაც ეშინია უნდა ნახო ქართველი კაცი როცა 20 პატარა ციგანი დაესევა რა დღეში არის ეს ქართველი კაცი რომელსაც შვილი არ ყავს რასასაცილო დღეში და რამდენი შემთხვევა იყო რომ ჯერ მარტო ჩემს პრაქტიკაში რომ მესამე შვილი ან მეორე შვილიც ვიცი რომ უნდა გოგონას ქართველ გოგოს გაეჩინა აქეთა ოჯახი ხო ფეხზე დადგა იქითა ოჯახი ხო ფეხზე დადგა ძახლების დეიდები მამი და ერთი 10 ოჯახი ფეხზე დადგა სანამ არ მოკლეს და აბორტი არ გააკეთებდეს აი რა არის საშუალება აი რა არის საქართველოს ტრაგედია ძმანო და დანო მე მინდა ერთი ლექსით გამოეხმაურო ძალიან კი შეგაწუხეთ მაგრამ მე კიდე გიმეორებ რომ მე ლექსებს არ ვკითხულობ მე ვკითხულობ ჩვენს მანიფესტებს ჩვენს კრედოს ჩვენს წამს ჩვენ ათენ მომავალზე თუ ესეთი რამ არ არის მე იმ ლექსს არ ვკითხულობ ლირიკულ ლექსებს მე აქ არ ვკითხულობ მე ძალიან დიდი ბოდიში რომ ისევ ჩემი მეუღლის ლექსი უნდა წაგიკითხო წინა ლექსიც ჩემი მეუღლის იყო პატრიარქს ძალიან მოწონება და მსახურებია ძალიან სასიამოვნოა და მე მინდა წაგიკითხო ჩემი მეუღლის ლექსი ესე იგი ასინეთი თქვენ ყველა მიცით კარგად როდესაც ჟინვალის გათხრები ჟინვალში გათხრები მიმდინარეობდა იპოვეს საფლავი ქართველი ქალის საფლავი რომელზეც ეწერა მე ჩემ მშობლებს ყავდათ 18 შვილი მე მყავდა 19 შვილი შენ ასინეთ შავერ დაშო
ესე იგი ეს ქალი რადონის ქალი იყო რომ მისი საფლავიც კი გადაგებდა და საფლავიც კი ძმანო და დანო ესე იგი ქართველებს გზას უნათებდა და აი ჩემმა მეუღლემ დაწერა და მე აი ახლა რაც თქვი ამას მინდა შევეხმიანო ამ ლექსით დაწერა ასინეთს და ყველა ქართველ ქალს ლექსი შენი რწმენა და შემართება ამხევს ჩვენ ცოდვებს დასმული კითხვა ქვის ღაღადი წყლულებზე თითქოს გვადებსო წამალს ამ საფლავისთვის ნაბიჯ ტარებაში სხვა პოეტებს შევეხიდები ყველა ქართველის ოჯახებში დავთესავდი ასინეთის ანდერძის მარცვალს გონებას ბაძავ ცხადად მინდა წარმოვიდგინო მეუღლე შენი წარმოსახვაში ხან ავთანდილს ხან შავჩოხას შავლეგოს ხატავ შვილთა სიმრავლით რამდენ ბოროტს ბეჭდე დასცემდი სათნოებებით მენერ საცხებლე წმინდა დედებს საოცრად გავხართ ჩემო ასინეთ გაგჭირვებია სამშობლო ახლა მომრავლებულა ჩვენ ბუდეში გუგულის კვერცხი ლეგიონებად უშჯულონი შემოქსევია აბორტზე დედამ უხვად გაიმეტა იუდას ვერცხლი ო საქართველო ასინეთი გვინდა რამდენი ის შემართება დაიკარგა არ ექნება ალბათ 100-ს ვარ საქართველოს გადაღლილი ჭირისუფალი უქართველობო საქართველოს ტირი ასინეთ აი ეს ლექსი და მე არ მინდა ძმანო და დანო ჩემ მეუღლეს ჩამორჩე მე არ მაქვს ლექსების ნიჭი მაგრამ მე დავესესხები აკაკის და ვაჟას და ამით მინდა დავამთავრო აი ახლა როგორ დავესესხები აკაკის აქვს ერთი ლექსი ეხლა სულ გავაგიჟებ სატანისტებს რომელიც არის წინასწარმეტყველება ჩემზე რატო აკაი ახლა ნახე ისა აკაკი მოუწოდებს ახალგაზრდობას ბიჭებს ფრიდონისა და ავთანდილის სახით მეც მოუწოდებ ბიჭებს და სხვათა შორის აი რუსთაველშიც ქართველი ქალი 500-1000 დატყვევებული დარეჯანის სიმბოლო საქართველოს ქალი ნესტან დარეჯანის სიმბოლო რომელიც დატყვევებული ყავს ქაჯებს და ძმანო და დანო აი მოკლედ ვიწყებ და მე ვაჯას ლექსი დავამთავრე დავბერდი დავჩაჩანაკდი ძნელი ყოფილა ჭაღარა ვეღარ გაკივის თამამა ჩემი დაფი და ნახარა ვუხმო ფრიდონს და ავთანდილს ხარი მხარს მისცეთ ხელი ხელს ნესტან დარეჯან ქაჯებს ყავ მოელის ტურფა გამოგხსნეს ხარს გავარ ნაიალაღარს თქვით მიწასავ ჭყვერ ბუბუნე ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ძინარებს ამას დუდუნე დაგლოცო და გაგახარო ეს ჩამოდეთ